ცვლილებების სახელმწიფო შესყიდვების და შესყიდვების ახალი ცენტრალური ორგანო მთავრობამ ახალი სამშენებლო შესყიდვების ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა და იზრდება ზედნადების ხარჯების სამშენებლო სამუშაოების ნაწილში. ცვლილებები ითვალისწინებს მონიტორინგსაც და სამუშაოს შესრულების ვადის გაკონტროლებას. უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს რეფორმა, რა შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი და როგორ შეიცვლება ბაზარზე არსებული სურათი ბიზნეს პარტნიორის სტუმარია საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი გურამ დუმბაძე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. რა შეცვლის მთავრობის ეს პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც წინ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები უძღოდა, მათ შორის ხარჯი ეფექტიანობის და სახელმწიფო სახსრების დაზოგვის, სწორი დაზოგვისა და სწორი განკარგვის მიმართულებით და რა არის მთავარი გეგმა, რა უნდა გვაჩვენოს აი ამ გადაწყვეტილებამ, რა შედეგზე უნდა გავიდეთ? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მენელს პირველ რიგში. ფაქტობრივად დაინიცირებული ცვლილებები, რომელიც უკვე პრაქტიკაში დაიწყო განხორციელება, ეს ძალიან ყოვლისმომცველი პაკეტია. პირველ რიგში, რაც შეეხება ცენტრალიზებული შემსწრებლის ორგანოს, ჩვენ ვიცით, რომ უკვე შეიცვალა შესყიდვების პრაქტიკა და საომავლოდ კონკრეტული ზღვარი იქნა აღებული, სადაც 500,000 ლარს ზევით საქონელი და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო. აქ ჩვენ საუბრობთ იმ ნაწილზე, როდესაც ერთ ნაწილში მოვაქციეთ ახლა შესყიდვების კონცენტრირება ერთ ადგილზე გვაქვს. მოლოდინი ყოველთვის ერთი იქნება ბიზნეს სექტორის მიერ, აქ გამოიყენება ერთი გამოცდილება, ერთი მიდგომა, ერთი ტექნიკური დავალება და სხვადასხვა შემსყიდველი სხვადასხვა სპეციფიკებს, როდესაც იყენებს და ხშირად ბიზნესისთვის გაუგებარია, ეს გაცილებით მარტივი იქნება მათთვის. ამავდროულად სააგენტოს ექნება მონიტორინგის ფუნქციაც, როდესაც კონკრეტულ შესყიდვას განახორციელებს და ჩაბარების პერიოდი თქვათ მოახლოვდება, სააგენტოს ექნება უფლებამოსილება, რომ შეამოწმოს ის კონკრეტული საქონელი და მომსახურება იმ ხარისხობრივი პარამეტრებით, რა ხარისხობრივი პარამეტრებითაც ჩვენ გამოვაცხადეთ და ფაქტობრივად ეს არის დამატებითი კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოსთვის, რომ მივიღოთ ის სერვისი იმ ღირებულებით, იმ საბაზრო ღირებულებით, რომლითაც გადავიხადეთ. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ტექნიკურ რეგლამენტს. ჩვენ ვცვლით მემკვიდრეობას არა 5 ან 10, შეიძლება 20 ან 30 წლის. მთლიანად იცვლება სამშენებლო სექტორის სახელმწიფო შესყიდვების ნაწილი და შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ მთლიანი ციკლი შესყიდვების სამშენებლო სამუშაოების ნაწილში არის შეცვლილი და საუკეთესო პრაქტიკას პასუხობს. რას გულისხმობს დღევანდელი ახალი ტექნიკური რეგლამენტი? თქვენ აღნიშნეთ, რომ გაიზარდა ზედნადები ხარჯების მოსულობა, გაუთანაბრდა ფაქტობრივად საბაზრო პირობებს პასუხობს, თუმცა აქ შემოვიდა ბევრი ახალი დანარიცხები, რომელიც რეალურად მშენებელ სამშენებლო მოედანზე აქვს, მაგალითად არის შენობა-ნაგებობების დანარიცხები, რომელსაც მანამდე არ ვიყენებდით. ეს არის მთელი რიგი შრომის უსაფრთხოების დანახარჯები, რომელიც მშენებელს ჰქონდა, მანამდე არ ვაფინანსებდით და ეხლა უკვე ვაფინანსებთ. ეს არის მთელი რიგი დროებითი ნაგებობების ნაწილი, რომელიც შრომითი რესურსისთვის უნდა მობილიზებისთვის მშენებელს და დღეს უკვე ამასაც ვაფინანსებთ. შემოვიდა სასაწყობე დანახარჯების ნაწილი, ფაქტობრივად ჩვენ ვანაზღაურებთ მასალას, ტრანსპორტირებას, მაგრამ სასაწყობე დანახარჯები არ ჰქონდა გათვალისწინებული და ეს დანარიცხით შემოვიდა ახალ ტექნიკურ რეგლამენტში. შემოვიდა ასევე ზამთრის პირობებში დანარიცხი, იმიტომ რომ განსაკუთრებული რთულია ამ პირობებში სამუშაოების წარმოება და ეს დამატებითი დანარიცხია და დამატებით დანახარჯია სამშენებლო კომპანიებისთვის და ასევე შევიმუშავეთ ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც გულისხმობს, რომ ის კონტრაქტები ხელშეკრულების, სადაც შესრულების ვადა არის 12 თვეზე მეტი, უკვე მე-13 თვიდან ჩვენ ვიწყებთ ინდექსაციას. თავის თავში რას გულისხმობს ინდექსაცია, რომ როდესაც ბაზარზე გაიზრდება, თქვათ, მასალის ღირებულება ან მანქანა მექანიზმების ღირებულება, სახელმწიფო უკვე ამ რისკს ინაწილებს, ეს არ იქნება თქვათ მშენებლის რისკი, მხოლოდ მისი რისკი, რომ საქონელი გაიზარდა, სახელმწიფო დაუფინანსებს საბაზრო ფასთან მიმართებით ფასდასხვაობას და გრძელვადიანი კონტრაქტები, სტრატეგიული ხელშეკრულებები, როგორც შეიძლება იყოს აეროპორტი, პორტი ან სხვა ტიპის ნაგებობა, სადაც ცოტა მეტი დრო გჭირდება მშენებლობისთვის, სრულად იქნება დაზღვეული ეს სასიცოცხლო ციკლი. დღევანდელი ცვლილებებით ჩვენ ვამბობთ ფაქტობრივად, რომ ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, რასაც ვთქვათ, კერძო სექტორი იხდის ამ ნაწილში, იმ სამუშაოებში, რომელსაც ასრულებს ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, თუმცა ამავდროულად
ჩვენ თქვით და აღვნიშნეთ, რომ ვერ გვექნება კომპრომისი ხარისხზე და სამუშაოების შესრულების ვადაზე, ეს არის უმთავრესი რამ. და ახალ ტექნიკურ რეგლამენტშიც ეს სავალდებულო კომპონენტია, რომ ჩვენ ხარისხობრივი კომპონენტებით გამოვაცხადებთ შესყიდვებს და მოვითხოვთ იგივე ხარისხის შესრულებას ამ. მე ძალიან ყურადღებით გისმენდით და იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ამავე სტუდიაში ბიზნესის არაერთ წარმომადგენელთან გვისაუბრია და ამაზე საკმაოდ ცვლად ვისაუბრეთ მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთანაც, ინფრასტრუქტურის მინისტრთანაც, ეს ეხლა რასაც ყვებით და რასაც ამბობთ. ეს არის პრაქტიკულად თქვენ თვითონაც ახსენეთ, არა 5 და 10, არამედ გრძელვადიან ნიგზავნილი და ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელის ფრაზა მახსენდება, რომ ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანად დავინახოთ ამ სექტორში რეალურად რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს და არ იყოს რომ დღეს ერთი გვაქვს, ერთ ეტაპში მეორე და მესამე. ბიზნესთან კონსულტაცია თუ გქონდათ ამ მიმართულებით ერთი და რამდენად არის აი თუნდაც როცა შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს კონკრეტულად ამა თუ იმ მიმართულებით დაუშვათ შესყიდვას რეალურად ეს კრიტერიუმები რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ რომ ერთი იქნება და ბიზნესს ეწოდინება სპეციფიკის გათვალისწინებით იქნება ჩამოყალიბებული ერთი კონკრეტული მიმართულებით ხა პირობითად ერთი სამშენებლო ნაწილზე გზაზე და პირობითად სკოლაზე ერთი მიმართულებით არის თუ ეს სპეციფიკებიც არის ასახული ანუ აი ბიზნესისთვის ეს დეტალიზებაც რომ მოვახდინოთ რამდენად ეს სპეციფიკაც გათვალისწინებული გაქვთ ამ ნაწილში პირველ რიგში რაც შეეხება კონსულტაციებს, ყველა რეფორმა, რომელიც ახლა ამ ნაწილში და მანამდე დავაინიციირეთ, ეს არის შესაბამისი დარგის ექსპერტების ჩართულობით, მშენებელთა ასოციაციის ჩართულობით, ბიზნეს ასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით, ჩვენ ყველა კომპონენტი გავითვალისწინეთ და ფაქტობრივად დღეს კერძო სექტორსაც რომ გითხოთ აღნიშნული რეფორმის შესახებ, ეს იმდენად ყოვლის მომცველია, რომ ფაქტობრივად თვისობრივად განსაკუთრებული კმაყოფილები იყვნენ, მათ შორის პრემიერთან შეხვედრის შემდგომაც, როდესაც განსაკუთრებით ინდექსაციის ნაწილს ცალკე მიუბრუნდები კიდევ. თვისობრივად შეცვალა უკვე დღეს მიდგომა სახელმწიფოსი და ჩვენ მზად ვართ, როდესაც უკვე მზად ვართ გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ჩვენ ფაქტობრივად ამით ვამბობთ, რომ შეუძლიათ მათ განვითარდნენ მცირე საშუალო ბიზნესი, დიდი ბიზნესებიც. ჩვენ გვინდა რომ ყავდეს ისე დიდი კომპანიებიც, რომელიც დიდი ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ტექნიკურ პარამეტრებს, საქონელი და მომსახურების ნაწილს და გამოცხადებას, რა თქმა უნდა, ეს დიფერენცირებულია შესაბამისი სპეციფიკის მიხედვით, ესე იქნება საგზაო სამუშაო, შენობა ნაგებობებით თუ ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს დამატებითი კომპონენტი კერძო სექტორისთვის და აქტიურად იყენებს 60,000 ეკონომიკური ოპერატორი, ეს არის MRS მოდული და ნებისმიერი ჩვენი ტექნიკური ოფცია ან რაღაც დავალება, რომელსაც შევიმუშავებ და ვამბობთ ბაზრის კვლევაზე, რომ აი ამით ვაპირებ, გამოვიდე ბაზარზე, მათ შეუძლია გვითხრან შენი მოგწერონ შენიშვნა, გვითხრან რას ვერ აკმაყოფილებენ, რაში თვლიან გაუმჯობესების საშუალება სად არის, თქვათ ამ ნაწილში ამას ამუშავებს შემსხდელი ვალდებულია რომ შემსხდელმა დაამუშავოს, გაითვალისწინოს და საუკეთესო ვერსია გამოიტანოს ბაზარისთვის იმისათვის რომ მაქსიმალური კონკურენცია უზრუნველყოთ ჩვენ ბაზრის პირობებში. მონიტორინგის ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი აი ამ რეფორმის ჩემი გადმოსახედი და ყოველ შემთხვევაში რათა რეალურად ჩვენ ყველა ის თეთრი და ლარი რომელიც დაიხარჯება აი ამ მიმართულებით სახელმწიფო ფინანსებზე მაქვს საუბარი რეალურად სწორად იყოს დახარჯული. მონიტორინგის პროცესი ეს გაკონტროლება იმ განცხადებაში რომელიც გუში გავრცელდა თქვენ ამბობდით რომ დასაწყისდანვე მოხდება რეალურად და პრაქტიკულად ისეთი მიდგომა აქვს სახელმწიფოს რომ ჩვენ გავაკონტროლებთ მთლიანობაში არსებულ პროცესს და არა მხოლოდ შედეგის თვალსაზრისით ბოლოს დაუშვათ 13 ან რომელიმე თვის შემდგომ ნახავთ რა არის კონკრეტული სურათი. აი პროცესი როგორი იქნება ეს მონიტორინგის? ჩვენ მთელი რიგი მონიტორინგის მექანიზმები გვაქვს სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში და ყველა ჩვენი რეფორმა იგივე ნაკლოვანებების იდენტიფიცირების კუთხით არის მიმართული პრევენციული მექანიზმებისკენ, ის რომ არ დაველოდოთ, რომ რაღაცა დაშავდება, რაღაცა ცუდად მოხდება და შემდგომ გამოვავლინოთ. რაც შეეხება სააგენტოს ნაწილს, და ვთქვით, რომ 500,000 ლარის ზევით სააგენტო გამოაცხადებს, ეს აღნიშნავს, რომ რაღაც ტექნიკური დავალება რომ მივაწოდეთ სააგენტოს, აუცილებლად იმ ტექნიკური დავალებით გამოაცხადებს, აქ იქნება მთელი რიგი კონსულტაციები შესყიდველთან, კერძო სექტორთან,
რომ არის ეს ხარისხობრივი პარამეტრები, არის ეს კომპონენტები, რომლებიც გვინდა საბოლოოდ მივიღოთ. პასუხ ხობს ეს ჩვენ საჭიროებებს, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ისეთი არ ვიყიდოთ, ისეთი არ გამოვაცხადოთ, რომელიც ან რაოდენობრივად არ გვჭირდება, ან ხარისხობრივად, ან პირიქით შეიძლება უკეთესი გვჭირდება, ხო ამ ნაწილში. ამიტომ თავიდანვე გადაზღვა მოხდება ყველა პარამეტრის და რაოდენობის, რასაც შევისყიდით. რაც შეეხება ჩაბარების ნაწილში, ზუსტად ის უნდა მივიღოთ, რასაც გამოვაცხადებთ და აქ სააგენტოს უფლებამოსილება შემოდის ამ შემთხვევაში, როდესაც სააგენტოს წარმომადგენელი ჩაბარების დროს გადაამოწმებს, ეს სერტიფიკატის დონე იქნება, სიტყვას ვთქვათ, ლაბორატორიის დონე თუ არ აქვს, ექსპერტიზის დონე, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩაერთვება მიღება გადამოწმების მექანიზმები როგორი იქნება? მაგალითად, რამდენად კვალიფიციური აქ მთავარი პრობლემა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო, რომ ერთი რამდენად კვალიფიციური ამოწმებდა და მეორე ხომ არ ქონდა აი ამ გადამოწმების და ჩაბარების პროცესში გარიგებას, რომელსაც რეალურად ბოლო პერიოდში გავრცელებული თუნდაც იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რომელსაც მათ შორის საგამოძიებო უწყებები გვაჩვენებენ, რეალურად ხედავთ, რომ ქონდა. ნუ აქ რეალურად ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური გუნდი მობილიზებული სააგენტოში სხვადასხვა უწყებიდან, რომელიც სპეციალიზებულია თავის სფეროში, შეიძლება იყოს ფარმაცევტიკა, შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის ტექნიკა, თავისი სპეციფიკის მიხედვით, რომელმაც დეტალიზებულად იციან კონკრეტული ტექნიკური საშუალებები, ტექნიკური მონაცემები, რას უნდა მივაქციოთ, რა საშუალებები აქვს, მათ შეუძლიათ მიწერონ ლაბორატორიებს, მიმართონ ექსპერტიზებს, გადაამოწმონ ორმაგი, სამმაგი დაცვა გააკეთონ ამ ნაწილში, გააჩინა როგორი кейსი იქნება იმის მიხედვით და საბოლოო გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღება. გარდა ამისა, მთელი ამ სისტემაში იცით, რომ ჩართულია მონიტორინგის პროცესში ასევე ჩვენი დეპარტამენტი, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ მეორე ან მესამე დონე გადამოწმების ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენ ნებისმიერ დროს შეიძლება შერჩევით რისკების შეფასების დონეზე გადავამოწმოთ ნებისმიერი შესყიდვა საფუძვლიანად თუ დაგჭირდა ექსპერტიზის ჩართვაც ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ, ამიტომ განცდა როგორც შემსყიდველს, ასევე ეკონომიკურ ოპერატორს ყოველთვის ექნება, რომ იქნება გარემხარე დამოუკიდებელი მხარე, რომელიც შეამოწმებს საქონლის მიღების პარამეტრებს, საქონლის ხარისხს, დროულობას, რამდენად დროულად მოხდა ამ საქონლის შესრულება და ამის განცდა ყოველთვის ექნება ორივე მხარეს მთელ პროცესში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ინდექსაცია. ეს იყო თემა, რომელიც წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ნებისმიერ კომპანიას, ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ, იყო პრობლემა და ალბათ მათი ეს კმაყოფილების ყოველთვის საჯაროდ ასეთი გამოხატულება ქონდა მათ განცხადებებში, რომ ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ინდექსაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება იყო. თუმცა სახელმწიფომ აქ შემოიტანა მეორე ნაწილიც, ხო? სახელმწიფო ამბობს, რომ მე მზად ვარ გადავიხადო, რაც საჭიროა ყველა ეტაპზე, თუმცა თუ ფასი შემცირდება, მაშინ რა ვშვებით? თუ ამათ და ეს მიდგომები რამდენად მე როგორ თანხმდრაში იქნება ბიზნესის ბუნებასთან, ბიზნესის საქმიანობასთან? ინდექსაციის წესის შემუშავებაში, მთელი ამ სისტემის შემუშავებაში ჩართული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუნდი, უშუალოდ მინისტრი, ძალიან კვალიფიციური გუნდი და ეს ინდექსაცია არ არის ჩვენი რაღაცა მოგონილი, რაღაცა ახალი ნაწილი, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკის, საუკეთესო პრაქტიკის ნაწილი თქვათ გავიზიარეთ ჩვენ ამ წილში და ინდექსაცია არ არსებობს მხოლოდ პლუსით, ინდექსაცია არის როგორც პლუსი, ასევე მინუსი. ეს წესიც ამას ითვალისწინებს. სადაც ინდექსირება იქნება პლუსით, იქ დაუმატებთ თანხას, სადაც ინდექსირება იქნება მინუსით, იქ აუცილებლად უნდა გამოაგდეს, ამას ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის წესი, თქვათ, აზიის განვითარების წესით, ყველა ინდექსაციის წესი ესე ვითარდება საბოლოო ჯამში. ამაზე ბიზნესის ზაობაც იყო, რა თქმა უნდა, რომ სადაც თქვათ საქონლის ღირებულება ან მექანიზმის ღირებულება შემცირდება, ამაში გამოიყენება სტატისტიკის სამსახურის სამშენებლო ინდექსი, სადაც შემცირდება, ისინი მზად არიან, რომ კონტრაქტის ამ მიმდინარეობას მიყვნენ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, დავსარგებლობ შემთხვევით, რომ იმყოფები ჩვენს პირდაპირ ეთერში, თქვენი დეპარტამენტის ანგარიში საკმაოდ საინტერესო დეტალებს შეიცავდა მთლიანობაში, 6 ანგარიში მაქვს ხედელობაში, უახლესი ანგარიში როდესაც გვექნება და რა მოლოდინი უნდა ქონდეს საზოგადოებას თქვენი დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, რას ველით, რა შედეგებზეა ორიენტირებული, თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ერთგვარ დაცვა თუნდაც შესყიდვების ნაწილში, ხო, თქვენი დეპარტამენტი. ეხა უახლოეს პერიოდში რა მოლოდინები უნდა ქონდეს? ჩვენი დეპარტამენტის მანდატი ორ ნაწილად უნდა წარმოვიდგინოთ ყოველთვის, ეს არის
რეფორმების ინიცირება და ფასილიტაცია და მეორე მონიტორინგი. ჩვენ იცით, რომ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში დაახლოებით 9-დან 10 მილიარდ ლარამდე ხარჯავთ, გააჩნია შესყიდვის წელს და ამ ნაწილში აქტიურად მონიტორინგის ნაწილში აქტიურად ვართ ჩართული. წელს რა არის ჩვენი პრიორიტეტი, რა დავისახეთ დეპარტამენტმა, რომ უნდა დავასრულოთ სახელმწიფო შესყიდვების სისტემის და პრაქტიკის სრული გაუმჯობესების პროცესი და ფაქტობრივად წელს ჩვენ ამას დავასრულებთ. ეს ტექნიკური რეგლამენტი, ეს ინდექსირება სახელმწიფო შესყიდვების კანონში ახლა ბევრი ცვლილება შევიდა ძალიან საინტერესო, როგორიც არის ჩარჩო შეთანხმება, როგორიც არის გამოცდილების დაჯამება ქვეკონტრაქტორთან მიმართებით, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს უზარმაზარ საშუალებას აძლევს, რომ განვითარდეს. ყველა აი ამ რეფორმის ინიცირებაში, ამ ფასილიტაციაში ვარ ჩართული. წლევანდელი პრიორიტეტი არის ეს, რომ ამ ნაწილში სულად დავასრულოთ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილი და უკვე გადავერთოთ სხვა პრიორიტეტულ ნაწილებზე, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მართვა, ან შეიძლება ეს იყოს სოფლის მეურნეობა, განათლება, გააჩნია მომავალ წლის პრიორიტეტებს, როგორ დავგეგმავთ, თუმცა წელს ამ კუთხით გვინდა რომ დავასრულოთ რეფორმის ეს სტადია. რაც შეეხება საქმიანობის ანგარიშს, ვფიქრობთ, რომ ალბათ უფრო წლიურად შევაჯამებთ ჩვენ საქმიანობას. ადვილად მოდიან თანამშრომლობაზე მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი რგოლია და ასე შემდგომ. აი, როდესაც ამ თვით უწყებაში შედიხართ რაღაც კონკრეტული ინფორმაციისთვის, მონიტორინგისთვის, ეს პროცესი მარტივია, იმიტომ რომ მე თავიდან, როდესაც ეს დეპარტამენტი შექმნა, გამოცხადდა, მაშინ მქონდა შთაბეჭდილება, რომ აი რამდენად რეალურად ქმედით იქნება. მე ის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, რაღაც ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქცია გაქვთ და სწორედ აქედან გამომდინარე, სახელმწიფო უწყებებმა რამდენად სწორად აღიქვეს, რა ტიპის მაკონტროლებელი ყავთ მათ? ნუ, რა თქმა უნდა, მაკონტროლებელს ყოველთვის თან სდევს თავისი კონტექსტი საბოლოო ჯამში, თუმცა ჩვენ შევძელით და აუხსენით ყველა აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ნაწილებს, სადაც ბევრი საკონსტიტუციო მომსახურება გვაქვს, რომ ეს არის პარტნიორული დამოკიდებულება, ყველა ის ინიციატივა, ან მონიტორინგი, პრევენცია, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის საომავლოდ მათ, რომ გაუმჯობესონ თავიანთი მართვის ნაწილი, როგორიც არის ეკონომიურობა, პროდუქტიულობა, ეფექტიანობა, როგორ არ დაუშვათ საომავლოდ, როგორ დავგეგმოთ სწორად. და ეს არის სრულიად შესაძლებელი, ბევრი კარგი პრაქტიკის მაგალითი არსებობს, ბევრი ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საქართველოში აპრობირებული პრაქტიკის მაგალითები და ამ ძალიან კარგი, ესე რომ ვთქვათ, მაგალითები გვაქვს თანამშრომლობის მთელი რიგ უწყებებთან. ფაქტურად პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ჩვენ ერთად მთელი რიგ საკითხებზე, იქნება ეს პროგრამების დაგეგმა, პროგრამების შესრულება და ამ მხრივ ვფიქრობ ესეთი გამოწვევები არ გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა, სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში წარმატებებს გისურვებთ.